რა სიზამდი თუ სამყაროს ბედი შენს სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული. კამავორის მეფემ უკვე გასცა პასუხი ამ კითხვას. შავი ნისლი, რომელიც რუნეტერას თანთქავს, მხოლოდ მისი მოუშუშებელი ჭრილობების ანარეკლია. ვიეგო, მეფე, რომელიც არასოდეს ეძებს სიმშვიდეს, მხოლოდ თავის დედოფალს. ვიეგომ რეალობა საკუთარი ტკივილის ფასად დაამსხვრია. დღეს გავიგებთ, თუ როგორ იქცა ერთი კაცის სასოწარკვეთილი სიყვარული ყველაზე საშინელ კოშმარად რუნეტერას ისტორიაში. მოემზადეთ, რადგან წინგელით ისტორია, რომლის შემდეგაც სიყვარულს სხვა თვალით შეხედავთ. როდესაც ვიეგო კამავორის ტახტზე ავიდა, ის იყო გამოუცდელი, ეგოისტი და ქედმაღალი მეფე. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, სახელად იზოლდა. იზოლდა დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და კერვა ძალიან უყვარდა. ვიეგო იმდენად იყო შეპყრობილი ამ ქალით, რომ სახელმწიფო საქმეები მიატოვა. ისინი უზომო სიყვარულით ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, იქამდე სანამ არ დატრიალდა ტრაგედია. ვიეგოს მტრებმა კარგად იცოდნენ, რომ მისი სისუსტე, სიყვარული, იზოლდა იყო. მათ მოწამლული מחვილით შეიარაღებული მკვლელი ვიეგოს მოსაკლავად გაგზავნეს. ვიეგოს მცველებმა მოახერხეს მეფის დაცვა, თუმცა ვიეგოსთვის განკუთვნილი ხმლით მისი ცოლი, მისი სიყვარული იზოლდა დაიღუპა. სამყაროში, სადაც სიყვარული არ არსებობს, სიკვდილი არაფერს ნიშნავს. ვიეგო სასოწარკვეთამ მოიცვა მისი ერთადერთი სიყვარული, ქალი, რომლის გამოც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გაწირავდა, მისთვის განკუთვნილმა მოწამლულმა מחვილმა შეიწირა. არა, ეს შეუძლებელია, თქვა ვიეგომ და გადაწყვიტა, რომ იზოლდა უნდა გადაერჩინა. მაგრამ როგორ? ეს ხომ შეუძლებელია, ის უკვე მკვდარია. თუმცა ვიეგოსთვის არა. მან ნაცვლად იმისა, რომ სამეფოზე ეზრუნა, მთელი სიმდიდრე და მაგია იზოლდას გადარჩენას მოახმარა. როცა ის გარდაიცვალა, ვიეგოს გონება საბოლოოდ დაიმსხვრა. ბევრი თუ ცოტა ძიების შედეგად მან ერთ ხერხს მიაგნო. იზოლდას ცხედარი წაიღო წმინდა კუნძულებზე. ქურუმებმა უარი თქვეს მის გაცოცხლებაზე, მაგრამ ვიეგოს უარი არ სურდა. მე მესმის მისი ხმა, მე ძახის, ვიეგო, მიხსენი. ვიეგომ იზოლდას ცხედარი ძალით წაიღო სიცოცხლის წყაროსთან. ვიეგომ იზოლდას გაცოცხლება მოახერხა, მაგრამ იზოლდა აღარ იყო პატარა მკერავი გოგონა. ის იყო დატანჯული სური, რომელიც მტკივნეულად არსებობდა. მან აიღო ვიეგოს მაგიური ხანჯალი და გულში გაუყარა მას. სწორედ ამან გამოიწვია აფეთქება, რომელმაც კუნძულების წმინდა მაგია შავ ნისლად გადააქცია. შენის ჩემგან წაიყვანე და მიბრუნე. მოკლედ ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, ეს იყო ვიეგოს, ჩვენი განადგურებული მეფის ისტორია. გამაგებინეთ, როგორ მოგეწონათ მსგავსი სტილით თხრობა და ასევე ვიეგოს ისტორია აქ არ სრულდება. მასწინელის ბრძოლა სინათლის მცველებთან. და თუ ეს ვიდეო მინიმალურ და კარგ გამოხმაურებას გამოიწვევს, აუცილებლად გავაგრძელებ მსგავს კონტენტს. მადლობა ყურადღებისთვის და მშვიდობიანი დღე-ღამე.